2023 წლის მაისში რამდენიმე გამოცდილი მეზღვაური ესპანეთის სანაპიროსთან იახტით სეირნობდა. დღე მზიანი იყო, წყალი მშვიდი, მოკლედ იდეალური პირობები ცურვისთვის, მაგრამ მოეცრად სრულიად მოულოდნელად იახტას დიდი სიძლიერით შეეჯახა რაღაც. როდესაც მეზღვაურები კიჩოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ გემი საჭის გარეშე იყო დაჩენილი. კორპუსაც უზარმაზარი ხროლი ჰქონდა გაჩენილი. წყალი მაშინვე შიგნით შევარდა და რადგან უკვე მობრუნებაც შეუძლებელი იყო, ეკიპაჟი იძულებული გახდა ხელით ამოეხა წყალი და დახმარება გამოეძახა. ისინი ფიქრობდნენ, რომ სავარაუდოდ რიფს შეეჯახნენ, ან ძალიან ძლიერი ტალღა დაეტაკათ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ რაღაც მიზან მიმართულად შეეჯახა იახტას. იქნებ ზვიგენი ან ვეშაპი. როდესაც ეს გაიფიქრეს, მაშინვე დაინახეს არა ერთი, არამედ რამდენიმე შავი ფარფლი, რომელიც იახტასთან ერთად სინქრონში მოძრაობდა. ესენი ორკები იყვნენ, იგივე ცელნამგალა ვეშაპები. უცნაურია, გაურკვეველი მიზეზით ჩვეულებრივ მშვიდობიან პერიოდში ორკები თავს ესხმოდნენ გემს. ამ არსებებს ზოგჯერ მკვლელ ვეშაპებსაც უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბუნების ისტორიაში არასდროს არ განუხორციელებიათ ადამიანზე შეტევა, ისინი იახტას მაინც დაესხნენ თავს. უცნაურია. ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა. ბოლო წლებში ესპანეთსა და პორტუგალიის სანაპიროსთან ატლანტიკის წყლების მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი თავდასხმა დაფიქსირდა. 2020 წლიდან ასობით შეტყობინება შევიდა, მაგრამ რატომ? ახალი თამაშია ეს ორკებისთვის თუ რაღაც ოკეანეში აცოხებს მათ. იქნება შურისძიება, მოკლედ მოემზადეთ, რადგან ახლა ამ საიდუმლო სიღრმეს შევცურავთ და გავარკვევთ, რატომ გადაწყვეტეს ორკებმა ადამიანებთან ომის წამოწყება. სანამ უშუალოდ განხილვაზე გადავალთ, შეგახსენებ, რომ არ დაგავიწყეს არხის გამოწერა, ზარიცხლაკის გააქტიურება, რომ მეტი სიახლე არ გამოგჩეს, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვებაც. დავიწყოთ. მოდი, ჯერ ზოგადად ორკებს და მათ ბუნებას გავეცნოთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მკვლელ ვეშაპებს უწოდებენ, ისინი დელფინისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენლები არიან. ეს სახელი მათ მეზღვაურთა ძველი ამბების გამო შეერქვათ, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ნადირობდნენ ორკები ჯგუფურად ვეშაპებზე. თავდაპირველად მათ ვეშაპის მკვლელები უწოდეს, რაც შემდეგ გადაიქცა მკვლელ ვეშაპებად. ვინ იფიქრებდა, ეს მტაცებლები 10 მეტრამდე იზრდებიან, 6 ტონამდე იწონიან და მათ ყველაზე მაღალი და გრძელი ზურგის ფარფლი აქვს ძუძუმ მწოვრებს შორის, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ისეთივე სიგრძის და წონის იყოს, როგორც მაგალითად საშუალო ზომის კატერი. ეს შედარება ძალიან შესაფერისია, რადგან ისინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზღვის ცხოველები არიან. მათი სიჩქარე 46 კმ/სთ აღწევს, ასე რომ თუ ოდესმე ორკისებრთას გვერდით აღმოჩნდებით, ნუ იფიქრეთ, რომ შეძლეთ მისგან თავის დაღწევას, ან გაქცევას და მით უმეტეს კიდევ გასწრებას. თუმცა სანერვულო არაფერი არ გაქვთ, რადგან ადამიანებზე მომაკვდინებელი თავდასხმის არც ერთი შემთხვევა ველურ ბუნებაში არ არსებობს. ხშირად ორკების ურთიერთქმედება გამოწვეულია ადამიანებთან უბრალოდ მათი თამაშის სურვილით და ცნობის მოყვარეობით, რაც ზოგჯერ მეგობრობაშიც კი გადაიზრდება ხოლმე. ორკები გაცილებით მეტ ცოცხლობენ ვიდრე ზოგიერთი ადამიანი, დაახლოებით 50-დან 90 წლამდე. და ამ ხანგრძლივი სიცხეს განმავლობაში, როგორც წესი, უშუალოდ ცალკეულ ადამიანებზე არასდროს ბრაზდებიან. თუმცა 2020 წლიდან დღემდე 500-ზე მეტი კატერებზე და გემებზე თავდასხმის შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთის სანაპიროსთან. 2023 წლამდე მათ უკვე 3 გემი ჩაძირეს. ყველაზე შემაშფოთებელი მე თუ მკითხავთ და ამავდროულად აღმაფრთოვანებელი არის ის, რომ ორკები შემუშავებულ ტაქტიკას იყენებენ სანადიროდ. ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს საჭეს, რომლის გარეშეც იახტის მართვა შეუძლებელია და სწრაფად ანადგურებენ მას. ამ ორკებს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდათ ორივე საჭის გასანადგურებლად. კაპიტან დანიელ კრისისთვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად მის გემს ორკები 2020 წელს დაესხნენ თავს და 3 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ. საბედნიეროდ იახტას ძრავიც ჰქონდა, რის წყალობითაც კრისმა შეძლო ნელ-ნელა, მაგრამ მაინც დაბრუნებულიყო სანაპიროზე. სხვა გემებს ნაკლებად გაუმართლათ. საჭის გარეშე ისინი ოკეანეში რამდენიმე დღე დახეტიალობდნენ, სანამ სანაპირო დაცვამ არ გადაარჩინა, მაგრამ როგორ ისწავლეს ორკებმა ასე ზუსტად მიზანში მოხვედრა? საქმე იმაშია, რომ მათი მომხიბლავი შავ-თეთრი გარეგნობის უკან ჭკვიანი და საშიში მტაცებელი იმალება. ორკები ძალიან ჭკვიანი და შესანიშნავი მონადირეები არიან. ისინი ჯგუფურად ნადირობენ. ჯგუფში დაახლოებით 30 მათგანია. ისინი მომაკვდინებელი არიან მაშინაც კი, როცა ბნელა, რადგან ეხოლოკაციით შეუძლიათ 150 მეტრში მყოფი თევზის პოვნაც კი. ორკებს 7 სანტიმეტრიანი კბილები აქვთ, რომლითაც შეუძლიათ თავისი გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლის დაგლეჯა. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მათი ყველაზე ძლიერი იარაღი არის გონება. ორკებს ზღვაში მცხოვრებ ძუძუმწოვრებთან შორის ყველაზე დიდ ტვინიანებიდან მეორე ადგილი უკავიათ. მათი ტვინის წონა 7 კილოგრამია, თუმცა ზომა ყოველთვის არ განსაზღვრავს ინტელექტს.
დიდი ცხოველები დიდი ტვინით უბრალოდ საკუთარ ნერვებსა და კუნთებს გაცილებით უკეთ აკონტროლებენ ვიდრე სხვები. ყველაზე ჭკვიან სახეობას, ანუ ადამიანებს შედარებით პატარა ტვინი გვაქვს, რომელიც ოდნავ აღემატება 1 კილოგრამს. ინტელექტის განსაზღვრად მეცნიერები ტვინისა და სხეულის წონის თანაფარდობას იყენებენ. მაგალითად, ადამიანის ტვინი 7-ჯერ მეტია ვიდრე მსგავსი წონის ცხოველების. ასეთ ცხოველს დიდი ტვინი არ სჭირდება, მაგრამ ჩვენში ის გაიზარდა, რადგან რთულ ამოცანებს ვამუშავებთ. ორკების ტვინი სხეულის მასთან შედარებით 2.5-ჯერ დიდია. იგივე მაჩვენებელი აქვს ჩიმპანზეებსაც. მათ შეუძლიათ ჟესტური ათვისება და ასევე დასაკრავი ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომაც ისინი ჭკვიან ცხოველებად ითვლებიან. მათი გონებრივი შესაძლებლობები დაახლოებით ბავშვის დონეს შეესაბამება, ასე რომ ორკებს შეიძლება ისეთივე უნარები ჰქონდეთ, როგორიც მაგალითად ბაღის ასაკის ბავშვს. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი კრიტერიუმები ორკების ჭკუას ფასს უკარგავს და შესაძლოა ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ნეტავ რამდენად ჭკვიანები არიან. ისინი ადაპტირდნენ ყველანაირ საცხოვრებელ პირობებთან ოკეანეში, ზუსტად ისე, როგორც ადამიანებმა შეძლეს ცხოვრება ყველანაირ გარემოში. ორკები მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძუძუმწოვრები არიან პლანეტაზე ადამიანების შემდეგ. ორკები, ანუ იგივე ცელნამგალავაშები, მართლაც ყველგან გვხვდებიან. ტროპიკული ინდოეთის ოკეანიდან დაწყებული ანტარქტიდის ყინულოვანი წყლებით დამთავრებული. მათ ყველანაირ პირობებში არა მხოლოდ გადარჩენა, არამედ დაფუძნებაც კი ისწავლეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაინც პრეტენზიული და ფაქიზი მკვლელობები არიან, ეს გამოუვიდეთ. თუ ცელნამგალას უყვარს კონკრეტული საკვები, მას არასდროს ღალატობს. ჩრდილო-დასავლეთ წყნარი ოკეანის ცელნამგალები თევზს ამჯობინებენ, ხოლო სანაპიროს ცელნამგალავაშებს ჩასუქებული სელაპები ურჩევნიათ და უყვართ. აი სამხრეთ ნახევარსფეროში ორკები განსაკუთრებულად ეტანებიან სკატებს და მათით იკვებებიან. სკატეს მომაკვდინებელი შხამიანი წოდები აქვთ, მაგრამ ახალი ზელანდიის ორკებისთვის ეს უბრალოდ წყალქვეშა დელიკატესია. მათ ისწავლეს როგორ მოიპოვონ ისინი. როდესაც კაცს ზურგზე აბრუნებენ, ის პარალიზდება. ზოგჯერ ერთი ორკას კაცს ზურგით ქვემოთ აქცევს, მეორე კი ფრთხილად კბილებით აშორებს შხამიან წვეტებს. ამის შემდეგ კი უსართხოდ იჭმევა. ორკები ბევრად უფრო საშიშ ზვიგენებსაც კი არ ერიდებიან. ისინი ძალიან უშიშრები არიან. უმეტესობა ჩვენგანს ოკეანეში ზვიგენის ეშინია. აი ზვიგენებს კი ორკების ეშინიათ. შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი თეთრი ზვიგენები 6 მეტრიანი სხეულით და 50-მდე ბასჭეკლით უძლეველი მტაცებლები არიან, მაგრამ ეს ასე არაა. ორკებმა მათზე ნადირობა სრულყოფილებამდე მიიყვანეს. მათ ერთ-ერთ ნადირობის ილეთს კარატეს დარტყმა ეწოდება, რადგან იგი საოსტატო სიზუსტით სრულდება. ფართო კუდის გამოყენებით ორკებს ზვიგენის ზედაპირზე ამოყავთ, მერე ბრუნდებიან და კუდს მაღლას წევენ. შემდეგ კი მთელი ძალით ურტყამენ თავში. ზვიგენი გონებას კარგავს, შებრუნდება და პარალიზებულ მდგომარეობაში ვარდება. ასეთ მდგომარეობაში ზვიგენი ორკებისთვის ძალიან ადვილი ნადავლია, თუმცა ასეთი კერძი ძალიან ძვირი უჯდებათ ორკებს. მიუხედავად იმისა, რომ წყალში ზვიგენი თითქოს გლუვია, მისი კანი დაფარულია პატარა ქერცლებით, იგივე ფარფლებით, რომლებიც კბილებს წააგავს. ეს ქერცლი წყალში წინააღმდეგობას ამცირებს, რაც ზვიგენს სწრაფად და უხმაუროდ სულის საშუალებას აძლევს, მაგრამ ორკებს, იგივე ცელნამგალავაშებს, ეს ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის, რადგან ასეთი უხეში კანი მათ კბილებს ღრძილებამდე აღიზიანებს და ზოგჯერ აძრობინებს კიდეც. ამიტომ ისწავლეს, რომ ნადირობისას ზვიგენის ყველაზე საკვებ ნაწილს, მაგალითად მხოლოდ ღვიძლს შეუტევდნენ და სხეულის დანარჩენ ნაწილს უბრალოდ დატოვებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ნორვეგიის სანაპიროსთან ახლოს ორკებმა თევზების მწყემსვა ისწავლეს. უცნაურად ჟღერს ხომ? საინტერესოა როგორ? ახლა ვიახსნით. ისინი ჰაერის ბუშტებს უშვებენ და ვერტიკალურად ცურავენ. რითიც წყლის ზედაპირზე ბუშტუკებს ქმნიან და თევზებს იქაქცევენ. ცელნამგალები კი მათ კუდებს ურტყამენ, თევზებს აბრუებენ და მასობრივად ყლაპავენ. ფაქტია, რომ მათ ყველაფერი საკვებად გარდაქმნეს, მაგრამ საინტერესოა, რას აკეთებენ საფრთხის წინაშე აღმოჩენისას. მაგალითად, როცა სანაპიროზე გამოდიან. ბევრი ზღვის ცხოველისთვის ნაპირზე გასვლა სიკვდილის ტოლფასია, რადგან უკან წყალში ვეღარ ბრუნდებიან და გაუწყლოებისგან იღუპებიან. მაგრამ ორკებმა ეს სიზუსტეც საკუთარ სიძლიერად აქციეს. არგენტინის სანაპიროზე ისინი სარგებლობენ იმით, რომ ზღვის ლომები და ზღვის სპილოები სანაპიროზე აჩენენ და ზრდიან საკუთარ ნაშიერებს. საჭირო მომენტში ორკები ტალღაზე ამოხტებიან ნაპირზე. ნაშიერს დაიჭერენ, მერე ტრიალდებიან და მომდევნო ტალღაზე ბრუნდებიან ზღვაში. ორკებს ასევე შეუძლიათ თვითონაც შექმნან ხელოვნურად ტალღები. ანტარქტიდის სამხრეთ ოკეანეში ცელნამგალავაშებმა კიდევ ერთი გენიალური სტრატეგია მოიფიქრეს სანადიროდ. სელაპები ხშირად ისვენებენ მცურავ ყინულზე, მაგრამ წყლის გარეთაც კი ორკები მათთვის ძალიან საშიშები არიან. მეცნიერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ მუშაობდა 5-6 ორკისგან შემდგარი ჯგუფი. ისინი ყინულის კიდეებს ატეხდნენ, ნელ-ნელა ამცირებდნენ სელაპის თავშესაფარს. გარდა ამისა, ყინულს ღია წყლისკენ ასრიალებდნენ, სხვა ყინულოვანი მასებისგან შორს, რათა სელაპებს გაქცევა ვერ მოეხერხებინათ.
როცა თავშესაფარი საკმარისად მცირდებოდა, ორკები 15 მეტრზე ეწეოდნენ უკან და შემდეგ ისინი ერთდროულად მიეშურებოდნენ ყინულისკენ. ბოლო წამს წყალში ყვინთავენ, ქმნიან ტალღას, რომელიც ყინულს საბოლოოდ ამტრობს და საცუდავი სელაპი წყალში ვარდება. ეს არის ცხადი დემონსტრაცია მათი გენიალური მტაცებლური ტაქტიკის. ისინი მუდმივად ხმოვან სიგნალებს უშვებენ და ერთმანეთთან ასე ურთიერთობენ, რადგან ჯგუფური თავდასხმა ზუსტად შეათანხმონ. ფაქტობრივად არ არსებობს ნდაბლი, რომელსაც ორკები ვერ მოერევიან. ორკები თავს ესხმიან რუხ ვეშაპებს და მსოფლიოს ყველაზე დიდ ცხოველს, ლურჯ ვეშაპსაც კი. თავდასხმები ყოველთვის ერთი და იმევე სქემით მიმდინარეობს. ორკები რიგრიგობით ეჯახებიან და კბერენ ვეშაპს ფარფლებში. ზოგჯერ წყლიდანაც ხტებიან და ზურგზე ეცემიან, რომ სასუნთქი ხვრელი არ ამოყოს ზედაპირზე და სუნთქვის გარეშე დაიღუპოს. ეს შეიძლება საათობით გაგრძელდეს. ბოლოს კი ძალგამოცრილი ვეშაპი იძირება. მაშინ ორკები იწყებენ საქმის კეთებას და ყველაზე კალორიულ ნაწილებს, ენას, ქონს და ზოგჯერ ღვიძლსაც ჭამენ. დანარჩენს კი მახლობელ მტაცებლებს უტოვებენ. მოკლედ ორკებმა ნადირობა ყველა არსებაზე ისწავლეს და ახლა მათი ყურადღება ნავებზე გადავიდა. მაგრამ თუ ნავები საჭმელად გამოუსადეგარია, მას რატომ დაიწყეს მათზე თავდასხმა? ადრე ისინი იახტებსა და კატარებს თამაშით მისდევდნენ, გვერდსურვლიდნენ ან ტალღებზე ერთობოდნენ. ახლა კი ეს ნამდვილად აღარ არის თამაში. ისინი სერიოზულად ესხმიან თავს გემებს. ეს უბოლოდ დარტყმები კი არა, არამედ ისეთი თავდასხმებია, რომლითაც ბორცვზე მყოფი ადამიანებიც კი შეიძლება გადმოაგდონ. ეს კონკრეტული ინციდენტი ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მოხდა, მაგრამ ყველაზე მკვეთრი აგრესიის მატება მაინც ესპანეთის წყლებში შეინიშნება. მეცნიერებს სწორედ ეს აშფოთებთ. როგორც წესი, ასეთი შეჯახებები იშვიათია. დაახლოებით 100 გემში ერთ თუ დაესხმება ცელნამგალა თავს, მაგრამ თუ თავდასხმა მოხდა, შედეგი ხშირად სერიოზული და ფატალურია. ასე დაემართა მეტ ჯონსონს, რომელიც 1923 წელს პორტუგალიის სანაპიროსთან ცურავდა. მან ვერაფერი გააკეთა, როცა ორკების მთელი გუნდი მის კატერს გარშემო შემოერტყა და 90 გრადუსით გადაატრიალა. უფრო სწორად გადაწია. ცხადი იყო, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ტანით უფრო მოზრდილი და უფროსი ორკები თავით ეჯახებოდნენ კატერს, ხოლო შედარებით პატარები საჭეს მიადგნენ და მას ნაწილები მოაჭამეს. საინტერესოა, რომ ამ რაიონში დაფიქსირებული სხვა თავდასხმების თითქოს იგივე ზუსტ სქემას მიჰყვება. მაგალითად, როცა იახტა გიბრალტარის სრუტეში ცურავდა, ორკები მას ერთსა და იმავე ადგილას 3 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ურტყამდნენ. ბოლოს საჭე მოაჭამეს. მართალია იახტა საჭის გარეშე დარჩა, მაგრამ გადარჩა და სარემონტოდ ბუქსირით მიათრიეს. და მაინც, რატომ იქცევენ ორკები ასე? მეცნიერებს ორი თეორია აქვთ. ზოგს ჯერა, რომ ეს თამაშია, სხვები კი ეჭვობენ, რომ ეს გააზრებული შურისძიებაა, მაგრამ რისთვის უნდათ ორკებს ადამიანებს შურისძიება არავინ იცის. ნუ თუ გაიგეს, რომ ჩვენ პლასტიკით დავახშეთ ოკეანე, ან საზღვაო სამყაროს შესახებ დოკუმენტური ფილმები ნახეს. მთავარი თეორიის თანახმად, ყველაფერი დაიწყო ერთი კონკრეტული ტრავმული შემთხვევიდან. მეცნიერებმა ერთ-ერთ მდედრ ცელნამგალას სახელი თეთრი გლადისი დაარქვეს და ფიქრობდნენ, რომ ის უკან მოთევზაობით დაკავებულ გემს შეეჯახა განზრახ. ამან მის ქცევასა და ინსტინქტებზე იმოქმედა, რის შედეგადაც თავდაცვის მიზნით ნავებზე თავდასხმა დაიწყო, მაგრამ თუ ეს მხოლოდ ერთ ორკს დაემართა, რატომ დაიწყეს სხვებმაც იგივე საქმის გაკეთება? საქმე იმაშია, რომ ორკები მატრიარქალურ ჯგუფში ცხოვრობენ, სადაც მდედრები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი სოციალური ცხოველები არიან და ქცევას ერთმანეთის მიბაძვით სწავლობენ. თუ მთავარი მდედრი ნავებს ესხმის, დიდი ალბათობით ეს ქცევა მთელ პოპულაციაში სწრაფად გავრცელდება. მეცნიერები არ ფიქრობენ, რომ ორკები სპეციალურად ასწავლიან შვილებს ნავებზე თავდასხმას. უბრალოდ ახალგაზრდა ორკებმა ის დაინახეს, მიხვდნენ, რომ ზრდასრულები ამას აკეთებდნენ და ჩათვალეს, რომ ეს მნიშვნელოვანი უნარია და თვითონაც უნდა გააკეთონ ასე. ასე აიხსნება, რატომ იყენებენ ისინი ერთსა და იმავე ტაქტიკას თავდასხმებისას. ეს უკვე მათი კულტურის ნაწილად იქცა. შესაძლოა ცოტა უცნაურად ჟღერს სიტყვა კულტურის მათთან მიმართებაში გამოყენება, მაგრამ ეს სწორედ რომ კოლექტიური ინტელექტის გამოვლინებაა. ჩვენ გვეჩვენება, რომ კულტურა მხოლოდ ადამიანებს აქვთ, მაგრამ სინამდვილეში თითოეულ ორკების გუნდს საკუთარი კულტურა აქვს და თითოეულს საკუთარი ენა. მათი კივილისებრი და სტვენისებრი სიგნალები ჩვენ შეიძლება ერთნაირი გვეგონოს, მაგრამ ექსპერტებმა დაამტკიცეს, რომ ხმოვანება სხვადასხვა გუნდში ძალიან განსხვავებულია, როგორც მაგალითად ინგლისურად და ქართულად მოლაპარაკე ადამიანების შორის განსხვავება, ზუსტად ისეთი. ორკების კულტურა შეძლო ბევრად უფრო ღრმა იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. არსებობს მტკიცებულებები, რომ კულტურა მათ დიეტაზე, პარტნიორის არჩევაზე და გართობაზეც კი მოქმედებს. აქედან გამომდინარე შეიძლება ეს ნავებზე თავდასხმაც კი მათი კულტურის ან თამაშის ნაწილი იყოს. უცნაურ და საინტერესო ჭყერს. როგორც ადამიანები, ასევე ორკებიც ხანდახან ერთმანეთის ქცევას ბაძავენ გასართობად. მაგალითად 1987 წელს დაფიქსირეს შემთხვევა, რომლის დროსაც რამდენიმე ორკა მკვდარ
ოსებს თავზე იდგამდა. თითქოს ქულებად უნდათ მათი გამოყენება და თავზე დაფარება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უბრალოდ შემთხვევითობა იყო, მაგრამ არა. ეს შეგნებული არჩევანი იყო. ბიოლოგებმა დააფიქსირეს, რომ ეს ტრენდი, ეგრეთ წოდებული ტრენდი, ერთ-ერთმა მდედრმა დაიწყო და შემდეგ ორგულში ვირუსულად გავრცელდა. 6 კვირის შემდეგ ხუმრობა ყველას მოხბეზრდა და ორკებმა ოსებით თამაში შეწყვიტეს. ზოგიერთი მათგანი შემდეგ ზაფხულს ცდილობდა ტრენდის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ორკებსაც აქვთ მოძველებული კულტურული ჩვევები. კვლევებმა სხვა ტრადიციებიც აჩვენა. მაგალითად, ვანკოვერის ორკები მისელობის ცერემონიას აწყობენ, სადაც ორ რიგად დგებიან და ერთმანეთს ეჯახებიან. ასევე უყვართ სანაპიროზე მუცლით გაცურება, როცა მუცელს კლუკენზე იზელენ. მეცნიერებმა დააფიქსირეს თითქმის ადამიანური ქცევაც კი. დაკრძალვის ცერემონია და ეს ხუმრობა არ არის. ორკებმა საკუთარი ერთ-ერთი წევრის გვამი რამდენიმე დღის განმავლობაში ზედაპირზე თავისი ცხვირებით ატარეს. თითქოს მას გლოვობდნენ. ეს იყო ზღვის დაკრძალვა. თუმცა მეცნიერები დღემდე ზუსტად ვერ ხსნიან, რამ გამოიწვია ორკების აგრესიული ქცევა გემების მიმართ. ყველაზე შემაშფოთებელია ის, რამდენად სახიფათოა ეს ინციდენტები როგორც ადამიანებისთვის, ისე თავად ორკებისთვის. მეცნიერები ეკიპებს ურჩევენ, თავის შორს დაიჭრონ თუ ორკებს დაინახავენ. თავდაცვისთვის კი რეკომენდირებულია 4-დან 9 კილოგრამამდე ქვიშის დაყრა საჭის ირგვლივ. ორკების საჭისაძიებლად ხედვას კი არასმენას იყენებენ. თუ ირგვლივ ქვიშას დაყრით, ხმოვანი ტალღები მყარ ნაწილაკებს შორის გაიფანტება და მტაცებელი ვერაფერს ვერ მიხვდება. მაგალითად იმას თუ სად არის საჭე. ხმაურის გამოწვევაც რეკომენდირებულია გემბანზე, მაგალითად ქვავების დაკუნება, ჭურჭლის ახმაურება, ორკების მოშორებაში დაგეხმარებათ. ალბათ ყველამ ვიცით მობი დიკი. ეს ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული რომანია და ის მოგვითხრობს გემზე, რომელსაც თეთრი ვეშაპი ჩაძირავს. იცოდით, რომ ეს რეალურ ამბავზე ფუძნება? დიახ, ვეშაპმა ხომალდი 1820 წელს ნამდვილად ჩაძირა. ჩვენ 21 საუკუნეში ვეშაპებს ნაზგიგანტებად მივიჩნევთ, მაგრამ მე-18-19 საუკუნეში მათზე აქტიურად ნადირობდნენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო კაშალოტი, რადგან მისი თავისგან განსაკუთრებულ ცხიმს იღებდნენ. ამ ნივთიერებას სპერმაცეტი ეწოდებოდა. სწორედ ამიტომ ეძახიან კაშალოტს ინგლისურად sperm whales. კაშალოტების ცხიმი ინდუსტრიული რევოლუციის დროს სანათებად და მანქანების გასაყოფად გამოიყენებოდა, რამაც მოთხოვნა და შესაბამისად მასზე ნადირობაც გაზარდა. სანამ ადამიანები მათზე ნადირობას დაიწყებდნენ, კაშალოტების ერთადერთი მტრები სწორედ ორკები იყვნენ. თავდაცვის მიზნით ისინი დიწრეს ქმნიდნენ, შუაში ახალგაზრდებს ამყოფებდნენ და ორკებს ყბებითა და კუდებით ესხმოდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრატეგია მკვლელ ვეშაპებს აშინებდა, გემების წინააღმდეგ სრულად უსარგებლო აღმოჩნდა. მეთევზეების ჟურნალების მიხედვით, ნადირობა მე-19 საუკუნის განმავლობაში სულ უფრო რთული ხდებოდა. საბოლოოდ 2 წლის განმავლობაში ნადავლი ორჯერ ნაკლები გახდა, ხოლო კაშალოტის დაჭერა 58%-ით შემცირდა. ეს უჩვეულო იყო, რადგან როგორც წესი დროთა განმავლობაში ადამიანებს ნადირობა უკეთესად გამოსდიოდათ ახალი ტექნოლოგიების და მეთოდების წყალობით, მაგრამ მათ ვერ იფიქრეს, რომ კაშალოტები აჯობებდნენ გონებაში. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვეშაპებმა ისწავლეს სატყუარებისა და მახეების თავიდან არიდება და ამ ინფორმაციას ოკეანეში ერთმანეთს უზიარებდნენ. კაშალოტებმა ახალი სტრატეგია აითვისეს. როცა სანადირო გემებს ამჩნევდნენ, სწრაფად ცურავდნენ ზემოთ, დინების მიმართულებით. გემები ნელად ცურავდნენ და დინების საწინააღმდეგოდ ვერ მიდიოდნენ, ამიტომ ვეშაპები თავს აღწევდნენ მათ. სხვა სახეობის ვეშაპების მსგავსად კაშალოტებიც ძალიან სოციალური არსებები არიან. ისინი ერთმანეთთან დიდი მანძილიდანაც კი ურთიერთობენ წკაპონის მეშვეობით. ეს ხმები იმდენად ძლიერია, რომ ახლოს მყოფი დივერსანტების ყურის ბარაბნის გარსაც კი ხეთქავს და შინაგან ორგანოებში ფატალურ ვიბრაციას იწვევს. ზოგჯერ დივერსანტები დროებით პარალიზებულან კიდეც ამ ხმებისგან. ისევე როგორც ცელნამგალო ვეშაპებში, კაშალოტების მატრიარქალური კულტურაა. კაშალოტს ყველა ცხოველთაგან ყველაზე დიდი ტვინი აქვს. მისი წონა 9 კილოგრამია, ასე რომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ მიხვდნენ ისინი, რომ ადამიანები მათზე ნადირობდნენ და გადარჩენისთვის მარტივი, მაგრამ ეფექტური სტრატეგია შეიმუშავეს. ორკებისა და ვეშაპების რომელმა ხრიკმა და სტრატეგიამ გავაოცოთ ყველაზე მეტად. გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. შეგახსენებთ რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ზარის ღიელაკის გააქტიურება, ვიდეოს დალაიქება და კომენტარის დატოვება. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.